მე მარიკა ვარსაღინაძე, პირველად არ ვარ თქვენთან ეთერში და მიხარია რომ მიუხედავად ჩემი არც თუ ისე დიდი ასაკისა, შემიძლია ვისაუბრო აბსოლუტურად ყველა დაავადებაზე. მე მაქვს ამის მორალური უფლება. იმიტომ რომ გავიარე დაავადებების შეუთავსებელი სიცოცხლესთან და ამ დაავადებებმა ჩემს პირად პრაქტიკაში მომცა უფლება ვისაუბრო სიკვდილიდან უკან დაბრუნების გზებზე. რაც შეეხება თვითონ მედიცინის გააზრებას, ადამიანი დაბადებისთანავე უნდა იყოს აბსოლუტურად ჯანმრთელი. სამწუხარო რომ დღეს ტესტირდება მხოლოდ 5% აბსოლუტურად ჯანმრთელი ბავშვებისა. რამ შეუწყო, რამ არ შეუწყო ხელი, ეს სხვა საკითხია. ჩვენ აუცილებლად გავივლით მიზეზებს, შემდეგი თემა იქნება დაბადება როგორც ცენტრალური გენგეგმა ადამიანის აზროვნებისა და ფიზიოლოგიური განვითარების, მაგრამ დღეს მინდა მოკლედ ხაზი გაუსვა შემდეგ თემას. ყველა დაავადება, რაც კი მეთოდიკურად შეუსწავლია დედამიწაზე საუკეთესო სპეციალისტებს, ფაქტიურად 98%-ით გახლავს ფსიქოსომატიკური ტანდემი. ამიტომ მეგობრებო, ნებისმიერ ჩვენს ემოციას, თუნდაც ღიმის, თუნდაც ჩახუტებას, თუნდაც ბრას, წარბის აწევასაც კი მართავს ენდოკრინოლოგიური ზონა, ანუ ჰორმონალური სისტემა. დღეს 21 საუკუნეს არც თუ ისე უბრალოდ უწოდეს ენდოკრინოლოგიური საუკუნე. ენდოკრინოლოგიური საუკუნე არ ნიშნავს მხოლოდ სახსრების ტკივილს. ენდოკრინოლოგიური სისტემა განსაზღვრავს იმუნურ სისტემას, იმუნური განსაზღვრავს ჩვენი ცხოვრების ხარისხს. ამიტომ მეგობრებო, მოდით დავუფიქრდეთ იმ რამოდენიმე შეკითხვას საკუთარ თავს დავუსვამ პირველ რიგში და თქვენ გეცნობათ საკუთარი თავი. მოდით ამოიცანით საკუთარი თავი. არის თუ არა შემთხვევა, როცა თქვენ თვლით დაბალ წნევას, მაგალითად 100, 60 ან 50, 50-ზე ნორმად. დამერწმუნეთ არის. განსაკუთრებით ქალბატონებში. მანდილოსნებში დაბალი არტერიული წნევა და თუნდაც გულის არტერიული მდგომარეობა ნორმაა. და როცა ვეკითხები თავს როგორ უცნობთ ამ წნევაზე, მეუბნებიან მწყინვალედ საკმარისია 5 ხაზით აიწიოს, მე უკვე ცუდად ვარ. თუ თქვენ გეცნობთ თქვენი თავი, გახსოვდეთ რომ თქვენ გაქვთ თირკმლის ტოქსიკოზი. რა არის თირკმლის ტოქსიკოზი? თირკმლის ტოქსიკოზი 33 წლამდე გახლავთ დაბალი წნევებით, დაბალი გემოგლობინით და დაბალი D ვიტამინით გამოხატული ფორმა, რომელიც ჯერ არ გვაწუხებს, მაგრამ აუცილებლად ენდოკრინოლოგიური ფაქტორის ჩართვის, ან ფეხმძიმობის, ან დიდი სტრესის, ან კიდევ სხვა რაიმე ფაქტორის ტანდემში აუცილებლად მოგცემს იმას, რასაც ქვია თირკმლის ტოქსიკოზი, ანუ ქრონიკული დაღლილობისკენ მიდრეკილი ადამიანები. ქალბატონი ბიოლოგიურად აბსოლუტურად ჯანმრთელი, არ უფიქსირდება ანალიზებში დიდი ცვალებადობა, წყინვალედ გრძნობს თავს მისი გენეტიკაც, კარგი დედა, ჯანმრთელი მამა, მაგრამ ამ ფონზე აბსოლუტურად გამოფიტული ახალგაზრდა ადამიანი სტრესით, ნერვოზული ფაქტორით, ვეგეტონერვოზის ყველა ნიშნებით ჯერ ავად არ არის. ექიმი მისი დამხმარე ვერ გახლავთ. მივიდა ექიმთან, ექიმმა გაუშვა ერთი ექიმიდან მეორე მესამეს, მაგრამ დიაგნოზი არ აქვს. სწორედ ეს არის უცნობი ეთიოლოგია, როცა ჯერ კიდევ არ ჩამოყალიბებულა დიდი დაავადება, მაგრამ ჩვენ ვდგევართ აბსოლუტური ჯანმრთელობიდან, ანუ დაბადებიდან სიკვდილამდე, ანუ ყველაზე დიდ დაავადებასთან მივდივართ რემისიული ნაბიჯებით, რომელსაც ჩვენ გავდივართ ან ხარისხში, ან უხარისხოდ. რაც მეტი დიდია თქვენი სიცოცხლის ხარისხი, მით ნაკლებია თქვენი ავადმყოფობის ჩამონათვალი და მით უფრო მაღალია კოეფიციენტი და რეიტინგი თვითონ სიცოცხლის ხანგრძლივობის. წარმოიდგინოთ, რომ რემისიული პერიოდი არის პერიოდი, როცა თქვენ არ გაქვთ დიაგნოზი, მაგრამ თავს უკვე ვერ გრძნობთ ისე, როგორც 25 წლის ასაკში. რა თქმა უნდა, ბევრი მეტყვის, რომ ასაკი გვემატება, თავისთავად იცვლება განწყობა. მე მინახავს 18 წლის მოხუცი და ჩემს პრაქტიკაში ძალიან ბევრია 50 წლის ახალგაზრდა. როგორ ახსნით მაშინ ამ ფაქტორს? არიან ადამიანები აბსოლუტურად არ გრძნობენ ასაკს. არიან ადამიანები წყინვალედ გამოიყურებიან მიუხედავად მეოთხე სტადიის სიმსივნისა, მაგალითად მე. არიან ადამიანები, რომლებიც ფაქტიურად არ უჩიოდნენ არაფერს და 23 წლის ასაკში მათი ჯანმრთელობის ხარისხი იცვლის ფერს იცვლის რა თქმა უნდა ბწყალებში. ამიტომ მეგობრებო,
როგორ შევიცნოთ საკუთარი თავი, როგორ არ გავხდეთ მსხვერპლი ნაადრევი ქირურგიული ოპერაციების, ეგრეთ წოდებული ჰორმონებისა და ანტიბიოტიკების ძალიან ადრეულ ასაკში მოხმარების, როგორ დაუთმოთ მეტი დრო საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას, სწორედ ამ თემებს გავივლით ჩვენ მთელი სერია, მთელი წლის განმავლობაში აუცილებლად. პირველი თემა კიდევ გახლავთ ფსიქოსომატიკა, როგორც ყველა დაავადების საწყისი. ძალიან მალე ჩინური ახალი წელი იწყება და ჩინელებს არ უყვართ მანდამაინც ჩახუტება. მაგრამ როცა დიდი დღეს ასწაულია, ისინი არ ერიდებიან ამ დიდ სიამოვნებას. მინდა თქვენთან ერთად გავიარო რამოდენიმე ფორმა ჩახუტების და აგიხსნათ მათი მნიშვნელობა. ჩახუტება, რომელსაც ძალიან ხშირად მიმართავენ შეყვარებული ადამიანები, ზურგიდან შემოპარული პარტნიორი, რომელიც გეხუტებათ ზურგში. როგორ გონიათ ეს ჩახუტება გავს თუ არა შეყვარებულის ჩახუტებას? ბევრი ალბათ წარმოდგენაში იტყვის არა, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ ეს ნიშნავს, რომ პარტნიორს ძალიან უყვარს თავისი პარტნიორი. ამ ჩახუტებაში დევს შემდეგი. პარტნიორი, რომელიც ეხუტება, აუცილებლად დამცავი მექანიზმია, უმაგრებს ზურგს. ნახეთ მეგობრებო, გაგიკვირდათ ალბათ, მაგრამ სწორედ ამ ჩახუტებაში იგრძნობა, რომ პარტნიორი მზად არის თავის სანაცვლოდ გასცეს ემოცია. ძალიან შეყვარებული ადამიანი მზად არის თავგანწირვისთვის. ამიტომ ამ ჩახუტებას თავისი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჰორმონალურ დონეზე მე აუცილებლად აგიხსნით, რომელი ჰორმონი გამოიყოფა ამ დროს და რატომ ქვია ამ ჩახუტებას მზრუნველური სასიყვარულო ჩახუტება. არის ესეთი ჩახუტება, ჩვენ ქართველებს გვჩვევია ძალიან მჭიდროდ შემოკვრა გულფიცარზე და მოწყაპუნება რომ იტყვიან ბეჭებზე. განსაკუთრებით ჩახუტებას აქვს მნიშვნელობა. ეს არის უფრო მშობლებისა და შვილების, ეს არის უფრო ნათესაური ჩახუტება. ამ ჩახუტებით გული არის ქართულ ანდაზებში ფაქტიურად ახსნილია მთელი ბიოლოგიურ ფილოსოფიური ასპექტი. ყველა ჩახუტებას მართლა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და მე მინდა ჩაგეხუტოთ დღეს თქვენ ყველას ზუსტად იმ ჩახუტებით, რომელზეც ახლა ვსაუბრობ, როგორც მონათესავე სული, როგორც ადამიანი, როგორც მეგობარი, როგორც დედა, როგორც შვილი, როგორც გინდათ, ისე გაიგეთ, აი ამ ჩახუტებას ვანიჭებ ყველაზე დიდ პრიორიტეტს, განსაკუთრებით ქალბატონები ალბათ გაიხსენებენ პირველ დიდ ჩახუტებას. ჩახუტებაზე მინდა გითხრათ, ეს არის, როცა ადამიანი ერთი ხელის ჩამორთმევით იძლევა ინფორმაციას. ერთი ხელის ჩამორთმევით მოცემული ინფორმაცია არ ავალდებულებს. ეს ადამიანი არ არის მტერი, თუმცა ეს შესაძლებლობა არსებობს, მაგრამ ეს ადამიანი ვერ იქნება თქვენი დიდი მეგობარი. არის მაგალითად მოსაზრება, რომ ბევრ ქვეყნებში საერთოდ ხელის ჩამორთმევის იქეთ არ მიდის მენტალური შეხება, მაგრამ მან დევს სულ სხვა ისტორიული ასპექტი და აი მაგალითად იაპონურ ფაქტორს თუ განვიხილავთ, მე ძალიან მიყვარს აღმოსავლეთი და ბევრი შემიძლია ვისაუბრო ჩინეთის, კორეისა და იაპონიის ფილოსოფიაზე, ისტორიულ შედეგებზე და სტერეოტიპებზე, რომელიც მათ ჩამოუყალიბდათ მთელი ამ საუკუნეების განმავლობაში. ასევე მინდა რადგან მომეცა საშუალება სიტყვა ჩინური ვახსენო, მინდა შეგაყვაროთ ეს ერი, იმიტომ რომ ფაქტიურად 17 წლის განმავლობაში თუ რამე ვისწავლე ჩემი ბაბუა ბებიისა და დედმამის შემდგომ და ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემდგომ და თინათინ ყველაფერი მასწავლა ჩინეთმა. ამიტომ ის რასაც თქვენ ხედავთ YouTube კანალზე ან სადმე საპროპაგანდო პოლიტიკურ ასპექტში არც დაიჯეროთ. ერი რომელმაც მოაღწია 21 საუკუნემდე გადარჩენისა და პატივისცემის ღირსია და ერი რომელმაც შეძლო ალაპარაკოს დედამიწა მით უფრო პატივისცემის ღირსია. ამიტომ ამ თემაზე შევთანხმდეთ, ჩემთან ჩინელებს არ ლანძღავენ, ქართველების შემდგომ. გასაგებია ხა? თქვენ შეგიძლიათ ჩემს იქეთ ლანძღოთ, მაგრამ არ გირჩევთ. ლანძღვაში ძალიან დიდი დაავადებების საწყისი დევს და ამასაც ახსნით ახლა. შემდეგი მინდა გითხრათ, არის ესეთი ჩახუტების ფაქტორი, როცა ის ზურგზე მოარტყამენ ხოლმე ხელს. ამ ჩახუტებაში ორი დიდი გრძნობაა, თანადგომისა და უარყოფის. ამიტომ როგორ შემოგარტყეს ხელი, აი რუსები ამბობენ, как падали вам подзатыльнику, ხო? ზუსტად ისეთი ამ ადამიანის თქვენს მიმართ განწყობა. მეგობრებო, მე მინდა ნამდვილად ჩაგეხუტოთ და გითხრათ, რომ ჩახუტებიდან იწყება ბედნიერების ტონინი იყოს, გინდათ ენდორფინი, გინდათ ოქსიტოცინი, გინდათ დოფამინი, неважно, არ აქვს მნიშვნელობა. ყველა ეს უნიკალური ჰორმონი, რომელიც ასე სიამოვნებს და ასე ცვლის ჩვენ ცხოვრებას,
იწყება ჩახუტებით. პირველი ჩახუტება და ყველაზე დიდი სიამოვნება გახლავთ მზერა. გარდა იმისა, რომ დედამ გულთან მიიტანა თავისი ახალშობილი ბავშვი, ამაზე დიდი სიამოვნება არ არსებობს. იგივე შეიძლება ითქვას მამაზე, როცა მამას ჯიბემდე მიუწია მისმა მემკვიდრე ბიჭმა და პირველად ჯიბეში ჩაუყო ხელი. მეგობრებო, ნახეთ, ქალბატონებისა და მამაკაცების გააზრება შვილის აღქმის. მამაკაცების უმრავლესობა აღიქვამენ ბავშვს, როცა ის ხდება ძალიან ეშმაკუნა და რაიმეს აფუჭებს. ქალბატონები კი პირიქით განიხილავენ ამ სიტყვებს. ალბათ ახლა დამერწმუნებიან მამაკაცები და ქალბატონები, ვინც შემეპასუხება, მათთვის ცალკე არგუმენტი მექნება. რაც შეეხება თვითონ ჰორმონების წარმოშობას, აი წარმოიდგინეთ, თქვენ ხელით დაუსვით, მაგრამ ჩვენ საყვარელ ძაღლს სახლში. მან ეგრევე დაიწყო კუდის ქიცინი. თუ წარმოიქმნება უნიკალური ცხოველებში ძალიან მოჭარბებული ოქსიტოცინის ჰორმონი და აძლევს ზაც ბედნიერების შეგრძნებას. 40 დღის განმავლობაში მოეფერებით რა პატარა ლექვს, ის ხდება თქვენი ავტორიტეტის მაღიარებელი. იგივე ზერვიტყვით კატაზე. კატას ცოტა დაბალი აქვს ამ ჰორმონის მოთხოვნა. რაც შეეხება ადამიანს, ადამიანს თვითონ ადამიანურ განწყობაში მისი ცხოვრების არ შეუდებს თავარი სიტყვა მზრუნველობა და მზრუნველობაში ჩახუტებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად მზერას. შეიძლება თუ არა ჩაეხუტოთ ადამიანს მზერით. აბა კარგად დამაკვირდით. შეიძლება. დამერწმუნეთ რომ შეიძლება. ერთი გამოხედვით ადამიანის ცხოვრების შეცვლა შეიძლება. ერთი არასწორი მზერით ადამიანის ცხოვრების დანგრევა შეიძლება. ებო, სად ვიყავით? ჩახუტებასთან ვიქნებოდით უეჭველი. აი, ერთ-ერთმა ქალბატონმა ესეთი ისტორია გამანდო დიდი დაავადების შემდგომ, ძალიან საინტერესო წყვილი, მეუღლე, ბევრი წლები ერთად და ჭრილობები, რომელიც ამ ქალბატონს ახასიათებდა იმ ოპერაციების შემდგომ, საკმაოდ ლიმფოდერმული აღმოჩნდა. მიმდინარეობდა სერიოზული ლიმფოდრენაჟული ფაქტორები, მოკლედ რომ ვთქვათ, აბსოლუტური ლპობა ხორცისა და სხეულის. და ეს საზარელი შესახედია, თუ ოდესმე გინახავთ მეოთხე სტადიის, მაგალითად წითელი ქარები ფეხებზე, ხო? აი თუ გინახავთ ამ დაგვარი რაიმე ფაქტორი, მიხვდებით რასთან გვაქვს საქმე. ხა წარმოიდგინეთ, ახალგაზრდა ქალბატონი დიდი დაავადების შემდგომ გამოიწერა საავადმყოფოდან და მას ახასიათებს ასეთი დაავადება, უბრალოდ დაავადების შემდგომი გართულება და მზრუნველი მეუღლის თვალს ამ ქალბატონმა დაიჭირა ღალატი. ზერით დაიჭირა, რომ იმ ადამიანს მისი მდგომარეობა შეუძლობამდე, შეიძლება მამაკაც არც კი შეეძლო გაეძლო ასეთი დაავადებისთვის, ხო? ამ ქალბატონმა მეუღლეს არ აპატია ეს ღალატი. ღალატი სამედიცინო თვალსაზრისით მზერაში დაიჭირა, შენ მაინც მოკვდები. არის ღალატი, რომელსაც პატიობს ადამიანი, შეიძლება ამ მამაკაცმა უღალატოს ქალბატონს პარტნიორთან, მაგრამ არის ღალატი, რომელშიც სულია ჩადებული და სულის სარკე, როგორც მოგეხსენებათ, თვალები. ამიტომ გაუფრთხილდით მზერას. არ აკონტროლოთ. შიგნიდან იყავით დადებითები, რომ თქვენი თვალები ზუსტად იმას გამოსცემდეს, რასაც ფიქრობთ. მერწმუნეთ, რასაც ამბობთ, რასაც აკეთებთ და რაზეც ოცნებობთ, თვალებში ერთგვარად გამოსახულია მისი მინიკაციის თვალსაზრისით. როგორ იღიმით? ხელოვნურ ღიმილზე დიდი ტრაგედია არ არსებობს. ბავშვობაში მქონდა ესეთი განცდა ერთი პერიოდი, რომ სტიუარდესა, ხო, ბორტპრავადნიცა, ქართულად სტიუარდესა, მაქსიმედი, უნდა გამხდარიყავი და წარმოვიდგინე, რომ ხელოვნური ღიმილით შემემკო უნდა თუნდაც ჰოლივუდის ღიმილი, ხო? ესეთი ხელოვნური განწყობა. დიდი პროფესიონალი სტიუარდესები ამას ახერხებენ ხელოვნურობის გარეშე. რას ნიშნავს პროფესიონალი ადამიანი? რამდენი ფრენა მაქვს, აღარ დავითვლი, მაგრამ ზუსტად მინდა გითხრათ, აბსოლუტურად აი ფიზიკურად არასტანდარტული სტიუარდესიდან მიმიღია უზარმაზარი ენერგია. თქვენ წარმოიდგინეთ უსაფრთხოების შეგრძნებაც კი. თვითმფრინავი ყველაზე არაუსაფრთხო ტრანსპორტია და იქ რომ აბსოლუტურად არა ანჟელინა ჯოლის ვიზუალით დაჯილდოებული გოგონა უფრო მეტ ემოციას იძლევა, ვიდრე სტანდარტი 90, რა ვიცი, 60 და 90, ხო? რაშია საქმე? დაჯილდოებული ფიზიკური მონაცემი თუ არ გამოსცემს იმ თანადგომას, რასაც უნდა გასცემდეს სტიუარდესა, როცა ეშინია მის მგზავრს, ის ვერასოდეს ვერ მიაღწევს შედეგს. მაგრამ არსებობენ პროფესიონალები, რომლებიც ერთი ღიმილით,
ერთი ხელის ბეჭზე მიდებით, შეხებით და ჩახუტებით. ძალიან დიდ სამსახურს უწევენ ჰობიის მატარებელ ადამიანს. ქონდა შემთხვევა მოსკოვიდან მოფრინავს თბილისი და პირდაპირ აფრინის მომენტში მამას ურეკავენ შვილის გარდაცვალების შესახებ. წარმოიდგინეთ, თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორი იყო თვითონ სტიუარდესას როლი ამ შემთხვევაში. თვითონავის დაჯენის შანსი არ იყო, ძალიან დიდი თოვლი იყო იმ დღეს შერემეტიევაში, თვითონ უნდა გამოფრენილიყო, როგორი განწყობა შეუქმნა სტიუარდესამ. შერჩეული იყო მუსიკა, რომელიც მხოლოდ იყო სენტიმენტალური ნოტის. აბსოლუტურად ყველას აეკრძალა თვითონავში ვიდეო მასალის ყურება, ეკრანის ჩართვა, ყველა ვისაც საშუალება ჰქონდა სასმელის დაერთოდ ნება მიახლოვებოდნენ ამ ჩვენს თანამემამულეს. წარმოდგენა არ აქვს, რამდენი დარღვევის ფასად თვითონავის ამ თანამშრომელმა შეუქმნა მამას განწყობა, რომ მისი გულის ფეთქვა, მისი იმ დროს მდგომარეობა, არითმული მდგომარეობა დადინჯებული ჩამოსულიყო თბილისამდე. მე მახსოვს, როცა ეს მამაკაცი გამოვიდა და შემოbrunდა და ტაში დაუკრა, ახალ გარდაცვლილ შვილზე გვაქვს საუბარი. ამიტომ მეგობრებო, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ როგორ ხვდებით ყოველდღიურობას. ხშირად მესმის თუნდაც პაციენტიდან, თუნდაც ლექციაზე, იცით, დროები შეიცვალა, ხალხი გაბოროტდა, არ დაიჯეროთ. დრო არ იცვლება, იცვლება განწყობა თქვენი მის მიმართ. არ არსებობს ცუდი ადამიანი და კარგი ადამიანი, არსებობს სხვაგვარი ადამიანი და თუ ეს მარტივი ჭეშმარიტება ხდება თქვენი ცხოვრების თანამგზავრი, გამერწმუნეთ, რომ თქვენთვის დროს არ აქვს მნიშვნელობა. თუ თქვენთვის დროს აქვს მნიშვნელობა, ან თქვენ ძალიან დიდი პიროვნება ხართ, რომლისთვისაც ყოველ წამს აქვს მნიშვნელობა, ან თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ვერ შედგა, რომლისთვისაც დრო გახდა წამება. დაიხსოვეთ ეს ფრაზები, თქვენ ამას ვერსად ვერ ამოიკითხებთ, იმიტომ ეს ჩემი ფრაზაა. შემდგომ რაც მინდა გითხრათ ჩახუტებასთან მიმართებაში შეხება. ტანს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ესეთი სენსორული მდგომარეობა ადამიანების მიმართ, როგორ გიჭირავთ თქვენ იმ ადამიანის ხელი, რომელსაც ძალიან უჭირს და ძალიან თქვენი თანადგომა სჭირდება, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ნახეთ, ერთ სამჯერ გავიმეორი ახლა ხელის მოძრაობა, თუ იცით რას ნიშნავს ეს? ეს ხელის მოძრაობა შუმერულია და ნიშნავს მე თქვენ გვერდით ვარ. აბსოლუტურად შუმერულია. სხვათა შორის შუმერებს აქვს ძალიან კარგი ფრაზა. თუ ორ ადამიანს შორის შედგა სიყვარული და მეგობრობა, მათ შორის გაიარა ღმერთმა. წარმოიდგინეთ ახლა ცხოვრება თქვენი ურთიერთობა საზოგადოებასთან, როცა თქვენ შორის არ გაიარა ღმერთმა. გულდასაწყვეტი არა? ამიტომ მეგობრებო, როცა უახლოვდებით სხვა ადამიანს, ან გადაგიჭრათ გზა, შეეცადეთ მას მიმართოთ თვალით, ბგერით, სიტყვით და ხელით, შეძლების დაგვარად მეგობრულად, თანადგომით, ერთი ფაქტორით, ვაი თუ თქვენ შორის არ გაიაროს ღმერთმა. ძალიან მაგრები ვართ შუმერული წარმოშობის ადამიანები და გეტყვით რატო. 2008 წელს მქონდა ბედნიერება საუკეთესო პროფესორთან მემკურნალა ხეიხის სამედიცინო აკადემიაში და მაშინ ცისფერი თვალების გამო ჩემს პატარა ექიმ სიმაღლეში, მაგრამ ძალიან დიდ გონებითა და მენტალობით მოეფიქრა, რომ ვიყავი რუსი. კატეგორიული უარი განვაცხადე ამ რასაზე და აუხსენი, რომ ვიყავი ჯორჯიიდან. ეხლა უკვე მოსაზრებაში არ მოსულია საქართველოს, მოვიდა ამერიკის შტატი ჯორჯია, აქაც თავი გავიგიჟე, არა მეთქი, ყოლხიდას ჯორჯიადან ვარ მეთქი. მეგობრებო, თქვენ ვერ წარმოიდგენთ მის განსვიფრებასა და გახარებას. აი ამოდენა მამაკაცი სიმაღლეში მეტრო ნახტომში რომ იტყვიან, წამის 1000-ში შევარდა არქივში და გამოიტანა მედიასეული რეცეპტები. მედიასეული რეცეპტები. გამოდის, რომ მთელს მზრუნველობას დედამიწაზე, ჯანმრთელობაზე მზრუნველობას ქვია მედიას შვილობა. მედიცინა თარგმანში ნიშნავს მზრუნველობას მედიასეულა. ჩვენ კიდე გახლავართ მედიას შთამომავლები. არ ყოფილა ქვეყანა, სადაც მე მოგზაურობდი და სადაც შევხვდი რომელიმე კლინიკის წარმომადგენელს, რომელიც არ აღიარებს იმ კლინიკაში აუცილებლად მომუშავე ქართველი ექიმის დიდ ლოგიკურ ნიჭიერებას. ჩვენ ზარმაციერი ვართ. სხვათა შორის აკადემია დავამთავრე უმაღლეს ქულაზე მათემატიკით
რომელიც ახლა ჩემ თანაკლასელებს გაუკვირდათ, იმიტომ რომ მათემატიკა არ გახდათ ჩემი ყველაზე მაღალი რეიტინგი, მე უფრო ჰუმანიტარი მეგონა ჩემი თავი, მაგრამ მანამ არ დავასრულე მათემატიკით, ანუ უბრალოდ არ შევედი უმაღლესი მათემატიკით, მედიცინა არ მასწავლის. უბრალოდ შეკითხვა დასვა ბატონმა ლინ, ბატონო მარიკა, რამდენი ორგანო გაქვთ? 67, ხო? ეს იმას ნიშნავს, რომ ეს მათემატიკაა. ბატონო მარიკა, რითი სინჯავთ წნევას, რა მონაცემით, ციფრებით? ჰორმონების რაოდენობა, რითი განისაზღვრება, ციფრებით. დააკვირდით მეგობრებო, როგორ უდგებიან მედიცინას. სულსაც კი, როგორც მიხსნიდა ბატონი ლი, თავისი წონა აქვს და ისიც ციფრებში განისაზღვრება. როგორ შეიძლება ამ ფაქტორს არ დავეთანხმოთ ვერანაირად? შეიძლება არსებობს სხვა ჭეშმარიტება, მაგრამ ამ ეტაპზე სხვა არგუმენტი არ არსებობს. ამიტომ მეგობრებო, მათემატიკით დამთავრებულ უნივერსიტეტში უმაღლესი ფულა მაქვს და არ იციან რატო. ჩინელები, რომლებიც თვითონ ცხოვრობენ ამ მედიცინით, კოეფიციენტით გარკვეული ქულებით 400 სტუდენტიდან ჩემი ქულა იყო უმაღლესი და არ გაინტერესებთ რატომ? აი რადგური დასკვნა გააკეთა ჩემმა პროფესორმა კურატორმა. სისხლში აქვს მედიესეული ისტორია და გენში მოყვება ინტუიცია სამედიცინო თვალსაზრისით. აი რა დიაგნოზი გამისვა იქ. და თუ ეს მიდგომა ჩემი, რომელსაც არასოდეს არ ვიფიქრებდი რომ მედიცინაში დავბრუნდებოდი, მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო ანალიტიკური გაზეთის რედაქტორი ვიყავი ბევრი წლები, ზუსტად ამან განსაზღვრა ჩემი მათემატიკისადმი სიჩას უსაზღვრო სიყვარული, ციფრებში განვიხილავ თქვენ, რაოდენობა რა გავაკეთეთ ახლა თქვენ, რამდენი ადამიანი გვესწრება. ესეც ციფრებია. და რაც მთავარია, დიდი სიამოვნებით განვიხილავ თვითონ ადამიანის სიტყვიერებას. მე მყავს ნათლია, რომელიც დღის ბოლოს გეტყვით, რამდენი ბგერა თქვით. მილიონი ნახევარი მილიონი და სულ მიკვირდა და სულ მქონდა გარკვეული თეთრი შური ამის მიმართ. ახლა იგივე შემიძლია ვთქვან თქვენზე. მე მახსოვს თქვენი ტრუსიკის ფერის ბავშვობიდან. მეხსიერების აღდგენას ვუკავშირებ იოდროდიოლას, 14 ლარიანი იოდროდიოლას და მათემატიკით განსაზღვრულ მედიცინას. ასევე მეგობრებო, ეს მიდგომაც გამოგადგებათ ჩვენთან ჩვენს ლექციებზე ან ჩვენთან ვიზიტის შემთხვევაში. მინდა გადავიდე ისეთ თემაზე, როგორიც არის ემოციების როლი ადამიანის ჯანმრთელობაზე. სამწუხაროდ, რადგან ვსაუბრობთ ჯანმრთელობაზე, ავტომატურად არის, რომ ვსაუბრობთ დაავადებაზე და მის აღმოფხვრაზე. როგორ არ მივიდეთ, უკვე გითხარით, ხშირად ჩაეხუტეთ ერთმანეთს, მაგრამ თუ კი მივედით, რომელი ჩვენი ემოცია განსაზღვრავს ჩვენს დაავადებათა ციკლს. თუ შეიძლება მიდევით ხელი მარჯვენა ფერდზე, ესე რომ ეძახით ქართველები, ხო? ეს თქვენი ღვიძლი და ნახველია. ერთ-ერთმა გალბატონმა ლალიფურიძემ ერთხელ მითხრა, მე არ მაქვს გალბატონო მარიკა ნაღველი და არც ამიტომ არ მაქვს თვითონ ნახველიო. გულისხმობდა ნახვის ბუშტის ამპუტაციას, რომელიც ეგონა რომ მოუხსნიდა მას ნაღვლიან დაავადების პირიქით. მისი მოცილებით თქვენ გაამძაფრეთ ღვიძლის, ანუ ღვარძლის თეორია. მოდით გავიმეორებ ახლა ძალიან კარგ ფრაზას, რომელიც ქართული სიტყვიერებით უკვე ცნობილი უნდა იყოს თქვენთვის. შეგიძლიათ თუ არა იყო თქვენი თავის ექიმი, მეტყველებს ჩვენი ენაც კი. რას ნიშნავს ღვიძლი? ღვიძლი ჩვენი ღვარძლია. დატოქსინებული ღვიძლი იწვევს დეპრესიულ დაავადებებს და ამაზე მეტყველებს მისი მეგობარი, მისი სპუტნიკი ნაღველი. ნაღველი და მისი პათოლოგიები იწვევს ნაღვლიან დაავადებებს, ანუ დეპრესიულ დაავადებებს. ან აგრესიულ ფონს ღვიძლიდან გამომდინარე, ან ნაღვლიან დაავადებებს ნახვის ბუშტიდან გამომდინარე. ადამიანები, რომლებსაც აწუხებს ცილოვანი დეფიციტი, ელ-კარნიტინის დეფიციტი, ხშირად აქვს გამძაფრებები და სპაზმები ნახვის ბუშტის არეში ან სადინარში, ძირითადად ვერ ასინთეზებენ დ-ვიტამინს და რა თქმა უნდა, ხშირ შემთხვევაში აქვთ შემდგომი დაავადებები. ეს არის ეგრეთ წოდებული ღვიძლის გაცხიმოვნება, ფიბროზები და ჰეპატოზები. ეს არის ნახვის ბუშტის კენჭოვანი დაავადებები, დისკინეზიებია, მათი ნახვის ბუშტს ძალიან ბევრი სხვა დაავადებები აქვს, თუ არ ჩავთვლით მარტო კენჭს, ანის ტანაზარდები, კისტოზურები, პოლიპები და ასე შემდეგ. მაგრამ ძირითად შემთხვევაში არ დიაგნოსტირდება მისი პათოლოგია, მაგრამ ადამიანი უკვე თავს გრძნობს, თუნდაც მაგალითად, დილით ავდეკით და პირის ღრუში არასასიამოვნო შეგრძნება და სუნი ხასიათი დღის პირველ ნახევრამდე თავს გრძნობა აბსოლუტურად დაგდიოთ, ვითომ გუშეყანაში ვიმუშავე, ნეტავ რატო. ერთი ჭკვიანი გოგონა ყავს ჩვენ ქუთაისში, ეკა ჯორბენაძე და სულ მიჭირდა ამ ქართული სიტყვის სწორად და კონკრეტება, იმიტომ რომ ქართული ვიცით ცუდად, იმიტომ რომ ვერ შეუთავსე სწორად. ღვიძლი რომ ღვარძლია, ეს თუ თქვი
ეს ჩემი მოსაზრება ვთქვი, მაგრამ ღვიძლი იყო, ამაში დამეხმარა ჩემი ერთი პაციენტი. შემთხვევით არა. ჩემი ლექციის შემდგომ მეორე ლექციაზე ბრუნდება ქალბატონი ეკა ჯორბენაძე და მეუბნება, ქალბატონ მარიკა, რა როლი აქვს ღვიძლს გარდა იმისა, რომ წმენს გარკვეული ტოქსინებიდან ჩვენ სისხლს და ჩვენ სისხლძარღვებს. მეთქი ღვიძლი, აი ღვიძლი რა მხრივ? დილით 6 საათზე, ამ 6-ის ნახევარზე ჩვენს ორგანიზმს აბსოლუტურად რეზეტკაში თავს ღვიძლი. ამიტომ არის ზუსტად რომ ღვიძლი გამოყოფს 50 მგ ეთილოვან სპირტს, რომელიც რთავს ჩვენს ორგანიზმს ასეთი ასანთის გაკვრის მაგვარ ეფექტს უქმნის. თუ ადამიანს დღეს ხვალზე არ ერთვება ეს ეთილოვანი ნაპერწკალი, ამ შემთხვევაში მას უჩნდება მოთხოვნილება ისეთ პროდუქტებზე, როგორიც არის პროვოკატორები, სტაბილიზატორები, ან კიდევ ისეთი, როგორიც არის ალკოგოლი, კოფეინი, ალკოგოლი და ასე შემდეგ პროდუქცია. გინახავთ ალბათ ადამიანი დაბალი წნევა, ნავლის ბუშტის პათოლოგიები, მუდამ დაღლილი ეფექტით და მას ძალიან სიამოვნებს ერთი ფინჯანი ყავა. ყავა თუ არ დავლიე, დილა არ თენდება. ესე იგი მისი ღვიძლის თეორიას არა ღვიძლი გასუფთავებული, გატრიალებული ღვიძლი რთავს, არამედ კოფეინის გარკვეული დოზა. სხვა საკითხია რომ კოფეინს როგორ ვსვამთ. აი ეს უკვე სხვა საკითხია. თუ თქვენ სვამთ დიდი კარგი ხარისხის მარცვლოვან ყავას, ამ შემთხვევაში თქვენ არ აზიანებთ ღვიძლის პირიქით, უქმნით მას განწყობას და მეორე დღეს ის გემსახურებად ახალი გამოღვიძებით. ქალბატონი ჯორბენაძის თქმით, ღვიძლია და ესეც ქართული სიტყვა და უნდა დავეთანხმოთ. დიახ, ღვიძლი რთავს ჩვენს დილას. თირკმელი რთავს მზეს ღამით. მე მესმის რომ ჩემი ფრაზებია, თქვენ ამას ვერსად ვერ წაიკითხავთ, მაგრამ დააკვირდით. მთელი დღის განმავლობაში მარჯვენა თირკმელი და ღვიძლი, რომელიც ფაქტიურად თანაფარდობაშია იმ ნაწილში, რომელიც მე ხელი დაგადებინეთ და უკანა მხრიდან ასინთეზებენ D ვიტამინს, წმენდის სისხლს რომ მიაწოდონ ეს D ვიტამინი ჩვენს ყველა ორგანოს, ყველა უჯრედს. 1 ტრილიონი უჯრედი ყავს გამოსაკვები ჩვენს ღვიძლს და თირკმელს. არ გეგონოთ მეგობრებო, რომ ხუჭის დამსახურება ჩვენი დანაყრება. ჩვენი დანაყრების შეგრძნება გახლავთ ჩვენი ტვინისა და ხუჭის თანაფარდი ან არათანაბარდი ურთიერთობა. მაგრამ დანაყრება, რასაც ქვია, მიმდინარეობს უჯრედის დონეზე და თუ თქვენ დღეს გაივსეთ ხუჭის ტომარა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ თქვენ დაანაყრეთ თქვენი უჯრედი. ქონიათ ასეთი იცანი, ახლა კიდევ ერთი ცნობა, წნევასთან მიმართებაში იცანით ალბათ თავი ბევრმა, მეორე, რაც არ უნდა მიირთვათ, 1 საათში ისევ მშიერი ხართ. ან დილით ადეგით და არ იცით რა გინდა. ერთ პატარა ჩანახატივით მოგიყვებით, როგორ ვუხსნი მე დიდ ადამიანებს რა არის სინამდვილეში მედიცინა. თქვენ თუ არ გძინავთ ღამით, თქვენ ვერ გეგმავთ მეორე დღეს, ტვინის დონეზე. დაიწყეთ იქედან მეგობრებო, რომ ღამით 12-ის ნახევარზე თქვენს უჯრედს ეკითხება ტვინი. ხვალ რა მიზნები გაქვს და ამისთვის რამდენი ცილა, რამდენი კალცი, რამდენი ამინომჟავა, რამდენი ჰემოგლობინის მოლეკულა, რა გჭირდება. უჯრედი ეგრევე წერს განაცხადს. ჭირდება ეს, ხვალ გამოცდა აქვს, ხვალ მარიკას აქვს ტრენინგი, მას დასჭირდება ტვინის ამდენი ნეირონი, მას დასჭირდება ხელის მოძრაობები უყვარს და ალბათ სადღაც კალცით და გლუკოზამინი ხო? და ასე შემდეგ და ტვინი იძლევა ამ განკარგულებას და გთხოვს ძალიან ხვალ დიდი დღემდე. აბა თქვენიც მესაჭიროება მაგალითად საქონლის ხორციდან წარმოქმნილი ამინომჟავური ცილა. ამ დროს ტვინი იძლევა განკარგულებას. ცხვირო, ხვალ, აუცილებლად მოიყვნოსავ საჭირო ნივთიერებებს და მისცემს საშუალებას ამ ადამიანს იკვებოს ისე რომ უჯრედი იყოს კმაყოფილი. ტვინი პასუხს აგებს ყოველი უჯრედის წინაშე. წარმოიდგინეთ მეგობრებო, დილით დგება ცხვირი, აი ბუდიშკი ხდით ესეთი სიმარტივისთვის, მაგრამ დილით ჩაუარა ჩვენი სწრაფი კვების ობიექტებს ცხვირმა. სუნი მოდის საოცარი, აღგზნებს რეცეპტორებს, ემულგატორები განსაკუთრებით ხო? ჩვენ შევდივართ, მივირთმევთ ჰამბურგერებს, მთელი დღის განმავლობაში თირკმელი მუშაობს, n რაოდენობის ენერგიას ხარჯავს, ღამით 11-ის ნახევარზე, 12-ის ნახევარზე ტვინი ეკითხება უჯრედს. მიიღეთ თქვენი კუთვნილი ხორცის ამინომჟავა, ან ცილა. მოწყენილი უჯრედი ეუბნება, არა, ისევ კარტოფილი შემოვიდა საწყობში. რა ხდება ამ დროს? ისი არის შეფუთული საკვები დღევანდელი წარმოებლის მიმართ,
მიერ რომ ჩვენ ის სასარგებლო რეფლექსები დაგვიქვეითეს და არასასარგებლო რეფლექსებზე გამძაფრებული მოთხოვნა ჩაგვერთეს. ამიტომ მეგობრებო, აბსოლუტურად მშიერი უჯრედი ეუბნება ტვინს. კი ბატონო, მაგრამ ხვალ არ მომთხოვოთ მე გაკვეთილის დასწავლა, არც სპორტში მიღწევები. გამოდის რომ თუ ჩვენ არასწორად გვძინავს, მაგალითად 12-ის ნახევარზე ფერმენტაცია და დაგეგმარება საერთოდ არ ირთვება, ჩვენ ვცხოვრობთ კრედიტში, ისე როგორც საქართველოს ბანკის კრედიტი გვაქვს და ამ კრედიტს ვისტუმრებთ მთელი ცხოვრება. არ ხდება პირველ რიგში ენერგიის წარმოება და გეგმარება, მაგრამ ამავდროულად არ ხდება ყველაზე საშიში ფაქტორი. არ ხდება ახალი ტიპიური უჯრედების წარმოშობა. საქართველოს პირველ ათეულში შევიდა ქალთა სიმსივნების მიხედვით. მერჩივნა შევსულიყავით დემოგრაფიული აფეთქებით, ჯანმრთელობით და სხვა კიდევ მრავალი საკითხით. ქართველი ქალი რისკის ფაქტორი ნომერ 1 ითვლება დღეს მსოფლიოში მკერდისა და საშვილოსნო სიმსივნებით. ნეტა რატომ? დღეს არ მიიღო სათანადო რაოდენობით კალცი. ძალიან გვიან დაიწინა. მოძრაობა შეზღუდულია და მუშაობს მხოლოდ ერთი და იგივე მუსკულატურა. ძალიან ხშირად ბავშვები ირჩევენ საკვებად საყვარელ კარტოფილს, რომელშიც ძალიან დაბალი რეიტინგით არის რკინა და კალცი, მაგრამ სამაგიეროდ უმაღლესი რეიტინგით არის მოცემული კრახმალი და რუსებმა იციან თქვა, ად კრახმალով ტოლკა ვარატნიკი სტაიათ, ხო? კრახმალიდან გაკეთებული საქმე ჯერ დედამიწას არ ახსოვს. ჩვენ ეშვები გვაქვს. ჩვენ შეიძლება ბევრი ვისაუბროთ ვეგეტარიანულ მიმართულებაზე, რომ ადრე თურმე ადამიანი აბსოლუტურად არ მიირთმევდა ხორცს, მაგრამ 50,000 წელია ჩვენი კუჭის მოქმედება გადართულია ცილოვან მიმართულებაზე და ვალდებული ვართ მივაწოდოთ მას ხარისხიანი ხორცეული. ანუ ცილა როგორც საარსებო წყარო. რა იყო პირველი კვერცხით უკათამი, ამას პასუხიც არ ჭირდება. მე პირადად ვამტკიცებ, რომ იყო ცილა. მესტანე. რომელი ამას მნიშვნელობა არ აქვს. ასე რომ მეგობრებო, განისაზღვრება თქვენი ბავშვის შვილის თუნდაც თქვენი ჯანმრთელობა ჩასახვამდე 3 წლით ადრე, ჩასახვის პერიოდში დიდი მნიშვნელობა აქვს, ორსულობის პერიოდს განსაკუთრებული და 5 წლამდე ბავშვებისთვის მიცემული საკვები ხდება მისი ინვესტიცია ჯანმრთელობაში. რას მიირთმევენ დღეს ჩვენი ბავშვები? დაფიქრდით და მიხვდებით როგორი იქნება მათი ჯანმრთელობა 33 წლის შემდგომ. 33 წლის შემდგომ ყველა საბავშვო დაავადებას ახასიათებს მანიფესტირებას. იგივე მეორდება 45-დან 59 წლამდე და შემდგომი ძალიან საშიში მექანიზმი, საშიში პერიოდი გახლავთ განსაკუთრებით ღვიძლისთვის 59-დან 63 წლამდე. ცეროსი, ურთულესი და ვერაგი დაავადება. ასე რომ მეგობრებო, გრძნობას რომელსაც ქვია ბრაზი, საფუძვლად დაედო რის პათოლოგიები. სხვათა შორის 5000 წლის წინ პირველად გაიკვეთა ადამიანი, იცით თქვენ რომ გაკვეთა იყო აბსოლუტურად აკრძალული რელიგიური წარმართული თვალსაზრისით და გაკვეთის დროს ერთ-ერთმა უნიჭიერესმა ტიბეტელმა ექიმმა განსაზღვრა რამოდენიმე ადამიანის ხასიათი. მელანქოლიკ, სანგვინიკო, როგორი ფერისაც არის ნაღველი, ისეთი ხასიათი ჰქონდა ადამიანს. რაც მეტი გამჭირვალია და ქარვის მაგარია ნაღლის ბუშტის წვენი, მით მეტი კარგი ხასიათის მატარებელია ადამიანი. ასე რომ დაფიქრდით, თუ თქვენ გაწუხებთ ნაღველი, თქვენ ხართ მსხვერპლი თქვენი ღვიძლიანი ღვიძლის და თუ თქვენ უკვე შეგაწუხათ ღვიძლმა, გახსოვდეთ რომ მისი გაწმენდით თქვენ მიიღებთ სუფთა სინთეზს. რას ნიშნავს ღვიძლის გაწმენდა? როცა მოდიან ჩემთან პაციენტებს ვეუბნები, ბოლოს როდის დაიბანეთ? აი მე გოსპედი, უში დღეს შეშფოთებული პასუხებენ. თქვენი ღვიძლი როდის გარეცხეთ ბოლოს? ხო, კარგი შეკითხვა რა. ეგრევე აი ფსიქოლოგიური იმპოტენცია დგება პაციენტთან, რომელსაც ჯერ კიდევ ჰქონდა სურვილი გამპაექრებოდა მეთოდიკურ მიმართულებაში. ბოლოს როდის გაირეცხეთ თირკმელები? რითი? ლუდით და სპირტით არ მიკითხავს, წყლით. ჩვენი მამა-პაპის პირველადი საჯანმრთელო მეთოდიკა გახლავთ ფიტოთერაპია, ჭუბაშ. არის ასეთი ფრანგული სიტყვა, ნაღლისა და ღვიძლის გაწმენდა. ვინც იცის ლაშიჭალა, ბორჯომი, საირმის ყლიშების შესახებ და დარწმუნებული ვარ, ბევრ მაიცით, მაგრამ თქვენ ისე ჩაუვართ საირმისა და ბორჯომის წყალს, არც კი გაგახსენდებათ, რომ ის თქვენი ღვიძლისა და ნაღლიანი დაავადებების საწინააღმდეგოა. მინდა გადავიდე შემდეგ თემაზე, შფოთვა. ძალიან ხშირად ადამიანი არც კი იცის, რომ ნერვოზული ფაქტორის მატარებელია, შესაძლებელი არც არის, მაგრამ მეგობრებო,
გახსოვდეთ, რომ შფოთვა არის რემისიული ფაქტორი, რომელზეც მე ვისაუბრე, მესამე მდგომარეობა დიდ დაავადებამდე. შფოთვით, ემოციური ფაქტორებით, იოლად წყობიდან გამოსვლით და ასე შემდეგ ჩვენ ვაზიანებთ, ან ჩვენ გვაზიანებს კუჭისა და ელენთის ორგანოები. თუ მიაქცევთ ყურადღებას, ბავშვობაში, როცა ბევრს დავდივართ, ყოველთვის ელენთა ვტკივა. ამ დროს ხდება ჰემოგლობინის სწრაფი რეგენერება და რაც მთავარია, ჩვენ ემოციურ ადრენალინს განვიხსნით. ორი დარტყმით, ანუ ორჯერ მეტი ძალით იწყებს მუშაობა ელენთა, რომ მოგვაწოდოს ჩვენ დიდი რაოდენობის ჟანგბადიის მოლეკულა, ხო? რომელიც გადაიზიდება ჰემოგლობინის მოლეკულიდან პირით. ასე რომ მეგობრებო, თუ თქვენ შფოთვარე ხართ, თქვენს ელენთას ესაჭიროება ყურადღება. კიდევ მეორე ფაქტორი კუჭნაწლავზე თუ ვსაუბრობთ, მე მახსოვს ჩემი პირველი შეგრძნება, ჩემი თანაკლასელი ქალბატონი თინათინ, რომელსაც თავიდან ვესაუბრე, ასევე გახდათ ჩემი თანაკურსელი და მე მახსოვს პირველი გამოცდა, როცა დიარეაც კი დამეწყო, კუჭში რაღაც დატრიალდა თქო, ესე ვთქვი და ძალიან ცუდად ვიგრძენით, ან განსაკუთრებით ქართული ენის გამოცდა იყო წერილობითი, თუმცა მაღალი ქულები მივიღეთ მე და თინათინმა, მაგრამ მაინც განცდას ჰქონდა ადგილი. მეგობრებო, აი ის რაღაცა რომ ტრიალებს კუჭის თავზე, ის შფოთვის ნიშანია და ამ დროს ვერ წარმოიდგენთ, რა რაოდენობის სეკრეციული ჯირკვლები იწყებენ მუშაობას, რა რაოდენობით კუჭის წვენს გამოყოფს ორგანიზმი. ერთადერთი საშუალება დაამშვიდოთ სიტუაცია ისევ წყალია. ნახეთ რა, მე მინდა თქვენ გაჩვენოთ, წყლის მნიშვნელობა ვერ დავლევ, ყავა მირჩევნია, მე ხომ ვსვამ კოკაკოლას, მე ხომ ვსვამ მინერალურ წყლებს, ან მე ხომ ვსვამ მაგალითად კომფორტს, ან კიდევ წვენებს და ასე შემდეგ. მე მინდა გაჩვენოთ წყლის როლი ჯანმრთელობის ემოციური ფაქტორიდან მიღებული ჯანმრთელობის რეგულაციისთვის, მეგობრებო. ასე რომ ყველა ქრონიკული დაავადება, ეს არის წყლულები კუჭნაწლავის, ეს არის ეროზიები კუჭნაწლავის. მერწმუნეთ განსაზღვრავს მომავალში ნერვოზულ ფაქტორს, შფოთვას. და მისი პირველი წამალი გახლავს დიდი რაოდენობის ჰემოგლობინი, კარგი ხარისხის წყალი, კარგი ხარისხის წყალი ჩემთვის არის სპილენძირებული წყალი, ამაზე აუცილებლად ვისაუბრებ და რაც მთავარია თვითონ სიმშვიდე. შემდგომი გახლავთ ეგრეთ წოდებული გლოვის ფაქტორი და დიდი დარდის ფაქტორი. ჩვენ ქართველებს გვხვეოდა გლოვაში ბადალი არ ყავდა. მე მახსოვს ჩინეთში პირველი რაც გააკეთა ჩემმა ექიმმა, ყველა შავი ტანსაცმელი გადამეყარა. ფარდებიც კი, რომელსაც ბეჟი ფერი ჰქონდა, არ მიიღო როგორც ფერის მატარებელი. ნუ თქვენ იცით, რომ მე ფაქტიურად აღარ ვატარებ შავ ფერს, ძალიან მიყვარს ის ფერი, რომელიც ახლა მასვე და შეგნებულად და სპეციალურად არ ჩამისვავს, ეს მართლა ჩემი ნორმაა. თუ არა ეს კავა აუცილებლად სხვა კავა ან სხვა კოფტა და იგივე ფერით, აუცილებლად დამერწმუნეთ, ნუ ჯერ იმიტომ რომ მართლა ჟღალი გოგო ვიყავი, ჭორფლიანი, მე იმიტომ რომ ამ ფერმა განსაზღვრა ჩემში ემოცია, მზის შექმნა, მზის ფაქტორის შექმნა და ამაში დამეხმარა ჩემი ჯანმრთელი თირკმელები, მეგობრებო, თქვი და მინდა ხაზი გაუსვა. თირკმელი გახლავთ ორგანო, რომელიც ისრუტავს დღის განმავლობაში მზის დიდ ენერგიას და ღამით გინთებთ სანთელს თქვენს ორგანიზმში, D ვიტამინის სახით. ამიტომ როცა ვეუბნები, თქვენ თირკმელი გაწუხებთ, ესე იგი D ვიტამინი გაქვთ დაბალი, ან D ვიტამინი რომ გაქვთ დაბალი, ამიტომ თქვენ თირკმლის ტოქსიკოზი გაქვთ, ძალიან ხშირად ვხედავ გაფართოებულ თვალის ჭრილს. არ არის საჭირო. არის არგუმენტი, რომელიც ნამდვილად გვეუბნება, D ვიტამინი სასიცოცხლო მზე არის ანთებული შიგნიდან. რაც შეეხება დიდ გოდებას და ზოგადად ტრაგედიებს, რომელსაც ქართველიერი ასე დიდ მნიშვნელობას მანიჭებდა, აქვს რამოდენიმე ფაქტორი, მაგალითად სვანურ და მეგრულ გლოვაში, რაც საქართველოს შემოვიდა, მას ვაკვირდები ძალიან, დავიჭირებ ემოციების გამოვლენისა და გადარჩენის მექანიზმებით. დედა, რომელიც გოდებს უხმოდ, რომელიც განიცდის და გლოვობს უხმოდ, ძალიან იოლად ავადდება და რომ იტყვიან დაიფაროს ყველა ჩვენგანი ღმერთმა შვილის სიკვდილის შემდგომ ძალიან მალე მიყვება სასუფეველის გზას. მაგრამ დედა, რომელიც გამოხატავს ემოციას, თავის ამ დიდ უბედურებაზე ხანგრძლივად და დიდი გოდებით მოთქვამს, ის შესაძლებელია ბევრს მოეჩვენოს, რომ როგორ გაკაშდა.
ხო როგორ გაუძლო ამიტომ მეგობრებო ქართველებს თუ არ ვიცით აბა ვინ იცის რა არის გოდებისა და გლოვის ფაქტორი მაგრამ სასურველია არ დავამძიმოთ ის შავი ფერით საქმე იმაშია რომ ამ დროს ძალიან დიდ სტრესში ექცევა ისეთი მნიშვნელოვანი ორგანო როგორიც არის ფილტვი სტრესის დროს გული ამომიჯდა ხო ჰაერის უკმარისობა ჰიპოქსიური ფაქტორები იწყება ბრონხიალური წვრილი პერიფერიული კაპილარებისა და არტერიების შევიწროება და ეს გვემუქრება მომავალში ისემიური დაავადებით, ფილტვის პნევმონიური ანთებით, იოლი მანიფესტირებით ისეთი მძიმე დაავადებების, როგორიც არის ვირუსული დაავადებები და ბაქტერიოლოგიური დაავადებები, ამიტომ მეგობრებო, პირველად ორგანოდ თამამად შეიძლება ჩაითვალოს ტვინის შემდგომ ფილტვი. პირველად ორგანოდ მას ვთვლით ასევე იმიტომ რომ დაბადებისას პირველი რაც იხსნება ადამიანში ეს არის ალვიოლა რომელიც აძლევს სიცოცხლის უნარიანობას და ავსებს ბავშვის ფილტვს ისეთი მნიშვნელოვანი აირით როგორიც არის ჟანგბადი ასე რომ მეგობრებო არ გეგონოთ რომ გაუფრთხილდეთ გულს უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე გაუფრთხილდეთ ფილტვს რა ხდება დღეს კოვიდიდან გამომდინარე რომელ ორგანოს უყრამს პირველ რიგში დღევანდელი ვირუსი რა თქმა უნდა ფილტვს და იწვევს სისხლძარღვებიდან გამომდინარე ტრომბოზულ დაავადებას. ძალიან ბევრი გამოეწერა ავადმყოფოებიდან აბსოლუტურად თვითონ ჯანმრთელი 2 თვის შემდგომ ტრომბის აწყვეტით დაიღუპა. ალბათ აქ ადამიანი არ არის, ვინც ამაზე არ დამეთანხმება. ამიტომ მეგობრებო, თუ თქვენ ხშირად ატყობთ სევდას, თუ თქვენ გამოუმჟღავნებელი გაქვთ ის გზნობა, რასაც უბედურებიდან მოტანილი დიდი სულიერი ტკივილი ჰქვია, მერწმუნეთ რომ პირველ რიგში ყურადღება მისაქცევია თქვენი ფილტვები და არა გული. გული ამ შემთხვევაში მეორადია. ზოგადად მე თქვენ გაჩვენებთ რომ გული საერთოდ ბოლო ადგილას არის ჩემთვის როგორც ორგანოთა იერარქია. რაც შეეხება როგორ მოუვაროთ ფილტვს, ალბათ ურიგო არ იქნებოდა ვისაუბროთ გამომჟღავნებებს. მე თქვენ უკვე გესაუბრეთ ლექციის დასაწყისში რომ ჩახუტებას აქვს დიდი მნიშვნელობა. სხვათა შორის ჩვენი დაკრძალვები, დაიფაროს ღმერთმა და ანაშვიდები თუ ხედავთ, ჩვენი ქალბატონები ხშირად ეხვევიან ხო დამწუხრებულ ადამიანებს. არის ამაში რაღაც არაესთეტიური შეიძლება, მაგრამ აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩახუტებასაც, გამხნევებას, იმ ადამიანის ფეხზე დაყენებას. ესეთი ადამიანები იოლად გადაიტანებენ დიდ გასაჭირს. რაც შეეხება სტრესი, ეს ცალკე მინდა განვიხილო, სტრესისთვის პირდაპირ სამიზნე გახლავთ ტვინი. ნახეთ, სტრესი გავიარე, თვალში დამაკლდა. დიდი სტრესი მქონდა და მეხსიერება დავკარგე. არა იმიტომ რომ ათეოსკლეროზი დაემართა 80 წლის ასაკში. აბსოლუტურად ახალგაზრდა ადამიანს უფიქსირდება ინტოქსიკაცია უჯრედების. ალბათ მომავალ შეხვედრაზე ჩვენ გვექნება დაფის საშუალება და მე თქვენ გაჩვენებ, რით განსხვავდება ინტოქსირებული ტვინის ნეირონული უჯრედი, ეგრეთ წოდებული ათეოსკლეროზული უჯრედიდან. განსხვავება ისე პრიმიტიულად რომ წარმოვიდგინოთ, ორ უჯრედს შორის ურთიერთობა, მეხსიერების უჯრედები გადასცემენ ერთმანეთს ინფორმაციას. ნატრიუმ-კალიუმის გაცვლა არის, ხო ეს? ერთი უჯრედი ჯანმრთელია, მეორე ჯანმრთელია, მათ შორის მიმოსვლა შეუფერხებელია, ამას ქვია ტვინის აბსოლუტური ჯანმრთელობა. ავიღოთ მაგალითად ერთი უჯრედი მკვდარია, მეორე უჯრედი გასცემს ინფორმაციას, მაგრამ მიმღები უჯრედი გარდაიცვალა. ამას ქვია ასაკობრივი ათეოსკლეროზული ფაქტორები. როცა ორივე უჯრედი გარდაიცვალა, სიკვდილს ამას ვერ დავარქვათ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ უჯრედები, გარდაიცვალა, რაც არ უნდა თავისუფალი იყოს მიმოსვლა ამ უჯრედებს შორის, დამერწმუნეთ, რომ ინფორმაციული გაცვლა იქნება დროებითი. ხან ახსოვს, ხან არ ახსოვს. ახსოვს წარსული, მაგრამ არ ახსოვს დღევანდელი დღე. ეს უკვე არის ჩამოყალიბებული ნეირონული გარდაცვალება ტვინის. და არსებობს მდგომარეობა, როცა ორივე უჯრედი ჯანმრთელია, ყურადღება, მაგრამ მათ შორის არსებული ხიდი, ანუ გზა დაბინძურებულია. ნებისმიერი სტრესის დროს უჯრედს შორის ისე ბინძურდება, ან როცა თქვენ წყალს არ სვამთ, ან როცა თქვენ არასწორად ფიქრობთ, ან როცა თქვენ არასწორად გძინავთ, რომ გზა ცოცხალ უჯრედებს შორის შებრკოლებულია და ცოტა უფრო გვიან მიდის, ეს ტრანსპორტი ამ უჯრედიდან იმ უჯრედამდე ვიდრე საჭიროა. ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ ათეოსკლეროზი გაქვთ, მაგრამ ეს ნიშნავს, თქვენ ლიმფური, ანუ უჯრედისის დაბინძურება. ამიტომ პირველში სტრესის შემთხვევაში მიიღეთ დიდი რაოდენობის სითხე, განსაკუთრებით ცხელი წყალი. ამ შემთხვევაში დიდი სტრესის შემთხვევაში შეიძლება გამოგადგეთ კიდევაც
მაგალითად ავარიის შემთხვევაში ძალიან გამოგადგება დაგვიფაროს ღმერთმა 1,50 გრამი კონიაკი. კარგი ხარისხის, რა თქმა უნდა. ამიტომ მეგობრებო, დღევანდელ სამყაროში სტრესის გარეშე ვერ ვიქნებით, მაგრამ თავდაცვის მექანიზმები არსებობს. რაც შეეხება სტრესის ფონზე მიღებულ გარემოებებს, გახშირებული სუნთქვა, შეწითლებული ყელის არე, ან ლოკები, ეს სულაც არ ნიშნავს ჯანმრთელობას, თმების ჩვენის სიხშირე, პირის ღრუში ხშირად სტომატიტური ნიშნები, ან რაიმე წანაზარდები, ან რაიმე ეგრეთ წოდებული წყლოვანი ლიმფური ბუშტუკები და ასე შემდეგ. უძილობა ძალიან ხშირად სტრესის მანიშნებელია. იული გაღიზიანება, განსაკუთრებით უმნიშვნელო. ადამიანი, რომელიც ყოველ წამს სხვაში ხედავს ნაკლს ვიდრე თავის თავში, თამამად შეიძლება ითქვას, რომ სტრესის ქვეშ არის. თქვენ წარმოიდგინეთ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი ფერის ტანსაცმელი აცვია. დამერწმუნეთ, ისიც კი განსაზღვრავს მის სტრესულ, ნერვოზულ მდგომარეობას. განსაკუთრებით მინდა ხაზი გაუსვა კანის დაავადებებს. ბოლო პერიოდში მომიხსნა პაციენტები, რომლებიც ვიყავი კანის ექიმთან, ვიყავი ბატონ კაციტაძესთან, ცაგარეიშვილთან, რა ვიცი, სხვადასხვა ქალაქებს თავისი კანის დაავადების სპეციალისტები ხავს, კიდე კარგია ბევრმა რუსული არის. საქმე ის არის, რომ სულაც არ არის ბევრი დაავადება კანის. დამერწმუნეთ, რომ სტრესზე ფსორიოზი უფრო სწრაფად რეგენერირდება, ვიდრე მაგალითად როგორც კანის დაავადება. აბსოლუტურად ჯანმრთელი ადამიანი დრუგ საღაციდან ეწყება ნეიროდერმიტი. არის თუ არა ეს კანის დაავადება? არა. ეს არის აბსოლუტური სტრესული დაავადება, გამოწვეული რაღაც სერიოზული ფაქტორით, რომელშიც ორგანიზმმა თავი იგრძნობს სერიოზულად დისკომფორტულად და მისი ბრძოლის უნარიანობა ნიშნავს გამოყოს დიდი რაოდენობით უჯრედები, დიდი რაოდენობით უჯრედების გამოყოფას სჭირდება დიდი რაოდენობით იმუნური რესურსი, თუ ეს ადამიანს არ აქვს, გამოყოფს ეგრეთ წოდებულ დეფექტურ უჯრედებს, ანუ სერიოზულ დეფექტურ უჯრედს. ხედავთ რა ყოფილა სინამდვილეში ფსორიოზი, ყოველ შემთხვევაში მე ასე მესმის. თქვენ შეგიძლიათ ასე არ განიხილოთ. სტრესიდან გამომდინარე შეიძლება დაგიზიანდეთ ისეთი მნიშვნელოვანი ორგანო, როგორიც არის საჭმლის მომნელებელი სისტემა. მთელი ქარხანაა ფაქტიურად. ტუჩი გახლავთ პირველი საწყისი ჩვენი უზარმაზარი 8 მეტრიანი ნაწლავის. აი პირდაპირ ტუჩიდან იწყება ანალურ ხრელამდე ჩვენი ნაწლავი. 8 მეტრო ნაწლავი გვაქვს და მისი მდგომარეობა განისაზღვრება არა მხოლოდ საკვების ხარისხით და წყლით, არამედ სტრესული მდგომარეობით. მოხშირებულია ვეგეტატიური ნერვოზები, რომელიც არ დიაგნოსტირდება როგორც ფიზიოლოგიური ფაქტორი, დიაგნოსტირდება როგორც ფსიქოსომატიკური ფაქტორი. აი მოდის ადამიანი დაუნიშნე დანიშნულება, ეს ადამიანი მყარად დგას პოზიციაზე, რომ ყველაფერს იცავს, ღამეს ზინავს, რა ვიცი, ყველაფერს აკეთებს, მაგრამ აი ცუდად არის. მეტა რატო? ძალიან მარტივი შეკითხვა. რაიმე სტრესი სერიოზული, გუშინ წინ, დღეს ხომ არ გადაგიტანიან. პასუხი არ დააყოვნებს. დიახ, სტრესის ქვეშ ვარ. იქ მეუღლესთან კონფლიქტი, იქ დედამთილთან კონფლიქტი, იქ რაღაც შვილთან რაღაც დიდი უბედურება, ან პატარა, მაგრამ ამ ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ნახეთ, მეგობრებო, ის რაც თქვენთვის მიგაჩნიათ აბსოლუტურ სისულელად, სხვა ადამიანისთვის მისი იმუნიტეტიდან გამომდინარე, მისი ამინომჟავური პროპორციებიდან გამომდინარე, ძალიან დიდი შეიძლება იყოს ტრაგედია და პრობლემა. ამიტომ არ განსაზღვროთ ადამიანის დეტალიზაცია თქვენიდან გამომდინარე, წარმოიდგინეთ თქვენი თავი მის ადგილას. თუმცა ეს ძალიან რთულია. კარგი სპეციალისტი ამას აკეთებს აუცილებლად. მინდა განხილვაში შემოვიყვანო მარტოობა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დაავადებების საწყისი. 5000 დაავადებას იწვევს მარტოობა. და უთხრამს თუ იცით რომელ ორგანოს? ჩემს საყვარელ თირკმელებს. თირკმელები მიმაჩნია აბსოლუტურად სტანდარტული გაორების ორგანოს, რომელსაც უნდა უფრთხილდებოდეთ განსაკუთრებით. ის ღმერთმა 2 მოგცა, იმიტომ რომ იცოდა ჩვენი დაუდევრობის ამბავი. ვერც ვერ უფრთხილდებით, ორსაც ვერ უფრთხილდებით. ჩვენ მთელი თირკმელის სისტემის ხანგრძლივობა, სიცოცხლის ხანგრძლივობა აღემატება 240 წელს. ჩვენ კიდე ჩვენი თირკმელები ძლივს მივდივართ 60 წლამდე და შემდგომ მკვლევნეულად გავდივართ ბევრ წლებს. მაგრამ ხარისხი თვითონ განისაზღვრება
ასაკით და ამავდროულად განისაზღვრება მარტოობით. მე ვნახე ბევრი ადამიანი 11 წლის ასაკში აბსოლუტური მარტოსული, იმიტომ რომ აწუხებდა თირკმელები. ბავშვი, რომელიც ესაუბრება ქვეცნობიერში თელდედამიწას საკუთარი მშობლების გარდა. და აღლამ შეიძლება გამოიწვიოს უარყოფა. ესეც გახდეს მიზეზი დაიფაროს ღმერთმა რაიმე დაავადების. ამიტომ მეგობრებო, მინდა ყურადღება მივაქციოთ მარტოობას. მე ამას წინ ჩემთვის ვთქვი და მე ჩავიწერე კიდევაც ჩემი წიგნისთვის. მე მარტოობა არ მიყვარს. მე ხანდახან მჭირდება მარტოობა. ნახეთ, ეს დასვენების ერთგვარი მომენტია, ხო? მარტოსულობას არ ვირჩევ, ხო? მე ვირჩევ მარტოობას ხანდახან ვირჩევ. მარტოსულობის შესახებ ვსაუბრობ და არა მარტოობის. ძლიერ ადამიანებს მარტოობა ახასიათებს. გადმოსახედიდან რას ნიშნავს მარტოსულობა? მარტოსულობა ნიშნავს ფსიქოსომატიკურ სიცივეს, ანუ დეფექტს, ანუ დეფიციტს, რომელიც არ აძლევს საშუალებას გულს, მივედით ხო უკვე გულამდე, არ აძლევს საშუალებას გულს იყოს ბედნიერი და მისი ფეთქვა შეესაბამებოდეს ბიოლოგიურ რიტმულ ფეთქვას. ამიტომ მეგობრებო, თუ თქვენ გტკივათ გული, თქვენ მარტოსული ხართ, მაგრამ თუ თქვენ გიყვართ მარტოობა, თქვენ ძლიერი ადამიანი ხართ მარტოობის გარეშე. ახლა მინდა გულს შევეხო როგორც ასეთი. ერთხელ ლექციაზე მithქვამს, რომ ჩემთვის გული სულაც არ არის ორგანო, თქო მინდა გავმარტო, ჯერჯერ ბოდიში მოგიხადოთ, იმიტომ რომ თუ თქვენ უარყოფთ მე თქვენ გულს, მე უარყოფ თქვენს მარტოობას, ხო? მარტოსულობას. მე მირჩევი ხარ თქვენ მარტოყოფი, მაგრამ ძლიერი. რაც შეეხება გულს ბიოლოგიური ასპექტიდან გამომდინარე. ნახეთ, გული არ არის წარმომშრომი ორგანო, არაფერს არ ქმნის. გავიაზრეთ, ხო? გული მხოლოდ გადაზიდავს იმას, რაც წარმოქმნა ტვინმა, ელენთამ, თირკმელმა და ღვიძლმა და კუჭნასლავ. აი სწორედ ეს ამ ფაქტორს გულისხმობდი, როცა ვამბობდი, რომ გული არ გახლავთ ჩემთვის პირადად როგორც სპეციალისტისთვის უმთავრესი ორგანო. თუ გული აქტივდა, საქმე აქვს ფსიქოსომატიკასთან, საქმე გვაქვს თირკმლის, ღვიძლისა და ელენთის ცუდ მუშაობასთან. ასე რომ თუ ყველა ეს ორგანო ჯანმრთელია, დამერწმუნე თქვენი გულიც ჯანმრთელია. იყო შეკითხვა სინამდვილეში, ახლა გაიჟღერა გამოვარდა, მინდა გაგცეთ პასუხი. ხომ არის შესაძლებელი, რომ ღვიძლი ყველა ორგანო ჯანმრთელი გაქვთ, მაგრამ გული გტკივათ? აი ზუსტად ამიტომ პირველი ჩემი ლექცია გახართ ფსიქოსომატიკური. თქვენი განწყობა და თქვენი დეტალებზე ზრუნვა. არის ასეთი მერვეცოდვა ჩინურად ნიშნავს ჟერს, უბრალოდ ასე, თუ თქვენი აზროვნება მომართულია ბევრი ფიქრისკენ და ეს ფიქრები არარაციონალურიც არის, მიმდინარეობს ტვინში სამოქალაქო ომი, რომელშიც გამარჯვებული მხოლოდ მტერია, მარცხდება ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანო, რომელსაც ქვია ტვინი. გამოდის, რომ თუ ჩვენ პრიორიტეტში ვერ ვირჩევთ სწორ მიმართულებას ფიქრისას, ჩვენ ვაბრძოლებთ ერთმანეთთან ჩვენს საკუთარ ნახევარსფეროებს, ემოციურსა და გონებრივს, ხო? და ჯამში ვიღებთ დამარცხებულ ტვინს. სამოქალაქო ომში გამარჯვებული არ არსებობს, იმარჯვებს მხოლოდ მტერი, ხო? იმიტომ რომ იხოცებიან საკუთარი იმუნური უჯრედი. აქედან გამომდინარე, გულის ტკივილი შეიძლება ბიოლოგიურ, ფიზიოლოგიურად არ იყოს გამოწვეული ღვიძლიდან და თირკმელიდან, მაგრამ აი თქვენი ფიქრიდან იყოს გამოწვეული. მოდით დავალაგოთ ფიქრები. არის ესეთი ფრაზა, ხო, გაფილტრე საუბარიო, ხო? მე გისურვებდით მანამ გაფილტრავდით საუბარს, ან უფრო სწორად, კარგად რომ გავფილტროთ საუბარი, სწორად გავფილტროთ, ჯერ გავიფიქროთ სწორად, შემდგომ რაციონალურად დავაყენოთ ფიქრის საკითხი, ამოვირჩიოთ პრიორიტეტი, სასიცოცხლისთვის აუცილებელი პრიორიტეტული ფიქრი და შევქმნათ მატერიალიზებული ფიქრის მექანიზმი. დამერწმუნეთ, გული დალაგდება, თუ ფიზიოლოგიური ფაქტორიც უწყობს მას. რა გამოდის? ჯანმრთელობა ჩემო კარგო, ეხლა ვინც ეს შეკითხვა დამისვა პირადში. გახლავთ თქვენი სულიერი, ფიზიკური და სოციალური კეთილდღეობა. გამოდის, რომ თქვენ სულზე მეტყველებს თქვენივე ფიქრი. და თუ ეს ასია, გულის ტკივილი ძირითად შემთხვევაში გამოწვეული შეიძლება იყოს თქვენივე ფიქრის არასწორი მიმართულებით. რაც შეეხება თირკმელს ცოტა ეტყობა გადავახტი, მინდა ძალიან გაუსვა ხაზი ღამის ენურეზებს, ბავშვებში შიში ძალიან ხშირად ხდება თირკმლის ტოქსიკოზის ნიშანი. ძალიან ხშირად გვაწუხებენ მშობლები ბავშვების ასეთი მდგომარეობით, მთელი ღამე გადააყენე, მიუთითე,
გამოუცვალე, პამპერსიც კი, ხო? მეგობრებო, ერთადერთი საშუალება გაარკვიოთ ფიზიოლოგიური არის ეს დარღვევა თუ ფსიქოსომატიკური, გახლავთ განწყობა. შეუქმნით ბავშვს ყოველ დღე ცუდი განწყობა. თუ მოხშირდეს ხშირი შარდვა ღამით, ეს ფსიქოსომატიკური მდგომარეობა. შეუქმნით ემოციურად სწორი განწყობა, მაგრამ ასვით ამავდროულად დიდი რაოდენობის წყალი და თუ ამ დროს გაგაკვირვოთ იმან რომ ბავშვი ღამით არ ითხოვს საპირფარეშოში გასვლას, აღმოჩნდა რომ თქვენ საქმე გაქვთ თავარ ემოციასთან, შიშთან. ჩვენ აუცილებლად გვექნება 77 შიშის თეორია, რომელიც ჩემი სადისერტაციოა და მოგეწონება ძალიან, რისიც ეშინი ადამიანს, ისეთია მისი ცხოვრება. რაც მიირთვით თქვენ დღეს საუზმეზე, ისეთია თქვენი ხედვაც, ისეთია თქვენი ჯანმრთელობა. იგივე შეიძლება ითქვას შიშზე. შიში აღარ შეიქმს სიყვარულს. შიში შეიქმს ავადმყოფობას. და თუ სიყვარულს ქვია ავადმყოფობა, გამოდის რომ შიში შეიქმს მაინც სიყვარულს, ხო? ასე რომ მეგობრებო, თუ თქვენ გაწუხებთ თირკმელები, ან თქვენს ბავშვს გახშირებული აქვს ენურეზული ფაქტორები, კარგად გაერკვიეთ ისეთ ემოციაში, როგორც არის შიში. მე მგონი საინტერესო უნდა იყოს ეს მიდგომა ჯანმრთელობისადმი. ასხათა შორის არის შიში, რომელიც მთელი ცხოვრება მოყვებათ, მუდამ გეშინიათ, ბავშვის, მეუღლის, მომავლის, არის ბარის სინდრომი, როცა არასოდეს არ გეშინიათ, აწყოთ ძალიან თამამი ხართ აწყოში, მაგრამ სულ გაფიქრებთ წარსული ეს რომ არ მომხდარიყო და სულ გაშინებთ მომავალი ვაირონ. მეგობრებო, ეს ადამიანები საკმაოდ რთული, მაგრამ ასეთი ბარის სინდრომის მატარებელი ადამიანები ბიპოლярное расстройство, ქართულად შეიძლება ვერ გადაგითარგმნოთ. ეს ადამიანები აწმყოში უფრო ძლიერები არიან ვითომ ჯანმრთელ ადამიანებზე. აი მაგალითად კოვიდმა კიდევ ერთი კატალიზატორის როლი ითამაშა. ყველა ნერვოზიანმა უფრო იოლად გადაიტანა შფოთვა გამოწვეული ამ დიდი ეპიდემიის დროს, ვიდრე ვითომ ჯანმრთელმა ადამიანს. იმიტომ რომ მას აწმყო არ აღელვებს. მას აშინებს წარსულში რაც იყო. და მისი თირკმელები ზუსტად ამით არის დატვირთული. ასე რომ მეგობრებო, ნერვოზიანი ადამიანი თქვენ სულაც არ გეგონოთ როგორ გითხრათ, სუსტი. ის თავისებურია. ან მაგალითად დაგაკვირვებთ ასეთ მომენტს, სულ ავადი იყო და 100-მდე იცხოვრა. ხო? საერთოდ ავად არ ხდებოდა და ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა ჩვენ მტერს, ხო? აი სწორედ ამაში დევს ფსიქოსომატიკური გათვლაც. მინდა ასევე გითხრათ ხშირად გაღიზიანებული ადამიანის ემოცია. ხშირად ადამიანი, რომელიც ღიზიანდება, მას აუცილებლად გუასილის პრობლემა აქვს. სწორი ნაწლავის და მსხვილი ნაწლავის მუდმივი შებერილობა. აი რაც არ უნდა მიირთვას, მაინც შებერილობა მეტეორიზმით. ხო? ამიტომ ამ ფაქტორებს აუცილებლად დაუკვირდით ძალიან გამოგადგებად. გადავდივართ ჩემს საყვარელ თემაზე. ვთვლი რომ ქართველებზე უფრო დიდი ერი არ არსებობს, რომ არა შური. და თუ ეს ასია, გამოდის რომ სწორედ ის გვაწუხებს, რითაც ვცხოვრობთ. ძირითად შემთხვევაში. პირველ რიგში თავისი სარღვების შევიწროებები. მეორე ნაღლის პუშტის პათოლოგიები და მესამე თავარი კიდურები. სახსრები. ეს სამი ფაქტორი ერთად მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანს ან შურის ფაქტორი, ან კიდევ არარეალიზებული პიროვნების ფაქტორია. და ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის ამის გამო ბოროტია. არა, არ მოხდა მისი სწორი რეალიზება როგორც პიროვნების. ან პიროვნებაში მისი რეალიზება. ასე რომ მეგობრებო, დააკვირდით, რომ თქვენ სვამთ დიდი რაოდენობის პრეპარატები, თუნდაც ჩემს უნიკალურ მოლეკულებს, რომელსაც ჩვენ მოგაწოდებთ. ის რომ ადამიანს არ მოუხდება, ის უკვე ბიოლოგიური ფაქტორი არ არის. ის უხდება სიკვდილამდე 7 წუთით ადრე ნებისმიერ ადამიანს. და თუ ის თქვენ არ მოგიხდათ, აგიფაროთ სიკვდილამდე 7 წუთით. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემს მიერ ჩამოთვლილ ემოციებიდან ერთ-ერთს მაინც აქვს ადგილი. რა ვიცი, ფიქრობ, რომ დღეისთვის საკმარისი უნდა იყოს. მინდა ლელას ვთხოვ, ამით დავასრულო, უბრალოდ ერთ რამეს გეტყვით. მე მინდა თქვენ გქონდეთ ის ბედნიერება, რომელსაც იმსახურებთ. ყველა ადამიანი იმსახურებს ბედნიერებას. ცუდი ადამიანი არ არსებობს. ცუდი ადამიანის საზოგადოებისთვის, მისი დედიკოსთვის მაინც ძალიან კარგია.
გახსოვდეთ, რომ არსებობს სხვაგვარი ადამიანი და თუ მას სწორად ჩაეხვევით, სწორად ჩაკიდებთ ხელს, დამერწმუნეთ, მისი განწყობა იცვლება და იმ დღეს თქვენ ხართ მისი ექიმი. იცვლება მისი ფიზიოლოგიური მონაცემი.